ბიზნეს გარემოს შესწავლის მიზნით შეხვედრა გაიმართა ბიზნეს სექტორსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს შორის. ბიზნეს ომბუდსმენს მეწარმეებმა სხვადასხვა სფეროში შექმნილი პრობლემები გააცნეს, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლოა ეკონომიკურმა შოკმა პროდუქტებზე ფასის მატება მაინც გამოიწვიოს. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელიც, რომლის განმარტებითაც ეკონომიკური ვითარება ასოცირების ხელშეკრულებაზე გავლენას არ მოახდენს და აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის გარემოს გააქტიურება. ბიზნესმენების განცხადებით უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც. ალბათ საუბარი ბიზნესის მხრიდან ლარის პურზე, ზოგადად თუ რას ფიქრობს ბიზნეს ომბუდსმენი, როგორი სამოქმედო გეგმა ზოგადად დასახული ბიზნეს ომბუდსმენის მხრიდან და რა პრობლემები აქვს თუნდაც ბიზნეს კომპანიებს არა მარტო ლართან მიმართებაში, არამედ ზოგადად. კოლეგებს ხვდები როგორც ბიზნეს ომბუდსმენი, ჩემთვის თავარია რა მდგომარეობაში ამას საინვესტიციო გეგმები, რომ ყველანაირად ჩვენ ხელი შევუწყოთ, რომ არანაირი შეფერხება მათ საინვესტიციო გეგმების განხორციელებაში არ იყოს. ინვესტიციების მოზიდვის ძირითადი დრაივერი უნდა იყვნენ ადგილობრივი კომპანიები პირველ რიგში და ეს გვაინტერესებთ აქ თუ არა მათ რაიმე პრობლემები ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. მივიღეთ იმისი ერთმანებულობა, რომ ჩვენთან სექტორულად აუცილებლად გაიმართება უფრო მაღალ დონეზე, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დონეზე შეხვედრა 50-დან 70%-მდე ხარჯი ეს არის დოლარში გაღებული ხარჯი, შესაბამისად ჩვენი შემოსავალი არის ლარში, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას, თუმცა საბოლოოდ ეს გახდება ცნობილი მარტის დასაწყისში, როდესაც ჩვენ გავზდით ფასებს დაახლოებით 30%-იან ზრდას ველოდებით, თუმცა შეიძლება ეს პროგნოზი შეიცვალოს.